ჩვენ სულ საუბრობთ თემაზე, როგორი პოლიტიკა აქვს, ან როგორი პოლიტიკა შეიმუშავებს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ ამასობაში ვიწყდება არ არის სწორი სიტყვა, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ევროპის პოლიტიკას, ევროპის პოზიციას. და ევროპა საკმაოდ ცხვილი მოთამაშეა, რომელიც თავისი გამოწვევების წინაშეა. ახლა მით უფრო იმის გათვალისწინებით რა პოლიტიკას ან რა მიდგომებით, ხედვებით შესთავაზა მას როგორც ერთიან სივრცეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ. ერთიან სივრცეს მეთქი ეს კი ვთქვი, მაგრამ ზუსტი სიტყვაც არ არის. ალბათ ეს ევროკავშირის სივრცეს მნიშვნელოვნად შესუსტებულია ახლა ახალი სწორედ ახალი პოლიტიკის გამო. შეერთებული შტატებისა, ვაშინგტონისა. რეალ პოლიტიკას დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე შემოგვიერთება ჩვენ ახლა სტუდიაში და მამას მივესალმები, ზაზა მოგესალმები. რა გადაწყვეტილებამდე მიდის ევროპა ახლა რა რამდენად ხარია პირველი ეს გადაწყვეტილებები, რამდენად ერთიანია ეს გადაწყვეტილებები და რამდენად საკმარისია პირველი საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებისათვის და მეორე იმისათვის, რომ ევროპამ თავისი როლი წვლილი შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოების კონტექსტში. ბოდიში დავამატებ რა. შეერთებული შტატებიდან საყრდენი იმის თაობაზე, რომ ხშირად სადღეგრძელოს გავს ევროპის ცალკეული ლიდერების განცხადებები, ან ბაიდენის განცხადებები გავდა სადღეგრძელოს არც თუმცა უსაფრთხოა მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ვწდები კიდეც. მოგესალმები ირაკლი, მადლობა დაპატიჟებისთვის. ბოლო ნაწილიდან გადავალ, პრინციპში შეიძლება სხვა დროს ესე რაღაცა პირდაპირ არც გვესაუბრა, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, ყველა პირდაპირ საუბრობს აგერ პრესკონფერენციებზე მიდის ხელის გადაწევა ამის და მათ შორის შენს ბოლო ნაწილს გამოეხმარო, რომ თუ რამე გაქვს ჩემი აზრით სადღეგრძელოებს, ხშირად ოვალური ოფისიდან გაკეთებული განცხადებები ბოლო დროს მათ შორის, ანუ ოღონდ სხვა ტიპის სადღეგრძელოები არის, არც თუ ისე სასიამოვნო ალბათ პირველ რიგში ევროპელი ლიდერებისთვის და მაცხოვრებლებისთვის. ახლა კითხვაზე რომ გადავიდეთ, პრინციპში რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. ერთი არის ის, რომ რეალურად დავდექით იმ სურათთან დადგა ევროკავშირი და ევროკავშირის, მოდი ასე ვთქვათ, მთავარი მამოძრავებელი ძალა, ხო, ეს არის ალბათ მაინც რაღაცა ფრანკო-გერმანული ალიანსი, რომელიც ხან უფრო ძლიერია, ხან უფრო სუსტი არის. მე მაქვს მოლოდინი, რომ მერცის არჩევის შემდგომ ის და მაკრონი რაღაც უფრო კარგად იქნებიან ტანდემში, იმიტომ რომ შოლცთან ერთად დიდად ასე ვთქვათ, ეს რაღაცა შიდაწვა არ იყო ისეთი დიდი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ ეგ ახლა ცალკე საკითხია. მე მგონი ამ მომენტში მიდის ორი რაღაც ერთდროულად. ერთი არის ის, რომ დასავლეთ ევროპელმა ლიდერებმა გაიაზრეს და პირველ რიგში ამ ქვეყანაში გაიაზრეს ის, რომ ევროპის კონტინენტი თავად ევროპელების მიერ არის დასაცავი და მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ. თუმცა მე აქვე დავძენ, რომ მე არ ვიზიარებ ასე ვთქვათ იმ რაღაცა შეძახილებს, რომ აი დროა ევროპა გაიღვიძე და გამოიღვიძე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ ევროპას ეძინა. შეიძლება ეს არ იყოს რაღაც საკმარისი სიჩქარე და ასევე ჩვენ უნდა დავყოთ ხო რაღაცა პერიოდებად. ახლა მაგალითად ბოლო 2 წელს თუ ავიღებთ უკრაინის ომის შემდგომ და ეს უკვე რაღაცა ხშირად არტიკულირებადი საგანი გახდა. საბოლოო ჯამში ჯამური დახმარება ევროკავშირს უფრო მეტია, ვიდრე ამერიკას გადაცემული. ანუ რაღაცა მე ამ დროით მოკლე მონაკოც ვქებულობ. შესაბამისად ის, რომ თითქოს მთელი ევროპა ჩაძინებულია და არავინ არაფერს არ აკეთებს, ან არ აკეთებდა, ეს სწორი პრიზმა არ არის. ახლა მეორე არის ამდენად საკმარისი იყო ისაც გააკეთეს თუ არა. თავისთავად ცხადია, რომ არა. ერთის მხრივ შეხედულებები, რომელიც იყო აქამდე, რომ საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ყოფილიყო მთავარი გარანტორი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისა და აქვე დავსძინოთ ისიც, რომ დღეს დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია კი საუბრობს იმაზე, რომ ევროპელებმა მეტი ფული უნდა გადაიხადონ და მან თავად უნდა დაიცვან, ასე ვთქვათ, საკუთარი კონტინენტი, მაგრამ ამ ურთიერთობის მთავარი ბენეფიციარი სინამდვილეში იყო ამერიკის შეერთებული შტატები. კი, ისინი მეც იხდიდნენ, მაგრამ სწორედ აი ამ ფაქტორის გამო, მათ შორის დღეს დონალდ ტრამპს აქვს ის სავაჭრო, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები, რასაც შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ, რომ შანტაჟის სახით იყენებს, ხო? ხა მათ შორის, როდესაც ბირთვულ ქოლგაზე არის საუბარი, ამას ისტორიული მიზეზები ჰქონდა, ხო, ამერიკის შეერთებული შტატები, რატო იყო ევროპის ბირთვული ქოლგის, ასე ვთქვათ, რატო იყო მის ქვეშ. რომელიც დაკავშირებულია თავის მხრივ მეორე მსოფლიო ომთან და ამასე შემდეგ. გერმანიასთან და მეორე და კიდევ ბევრ სხვა ფაქტორთან, ანუ საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ევროპამ უნდა გააცნობიეროს და დაინახოს ის, რომ არის ასეთი ამერიკა და ამას მაკრონი მაგალითად დაახლოებით 2 წლის წინ ამბობდა, რომ
ტრამპი არ არის ერთჯერადი მოვლენა, ხო, ხვალ შეიძლება პირობითად, რა ვიცი, JD Vance გახდეს და გააგზავნოს პრეზიდენტობა, ან რაღაცა პერიოდის მერე კი ისე მოვიდეს. ანუ ეს რაღაცა იზოლაციონისტური პოლიტიკა ხა ამერიკისთვის დამახასიათებელი არის მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. რა თქმა უნდა, იყო დიდი წყვეტა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მოცემულობას ევროპა მიყავს იქამდე, რომ მათ გაცნობიერონ ის, რომ რეალურად თვითონ უნდა დაიცვან კონტინენტი და მეორეს მხრივ, ხა მე რასაც ხედავ ლიდერების მხრიდან არის ის, რომ ისინი პრინციპში საკუთარ მოსახლეობას უხსნიან ამ ყველაფერს და ეს კომუნიკაცია აქვს საზოგადოებასთან. ეხლაც მე და შენ როდესაც წერთ ამ ინტერვიუს, მაკრონს აქვს გამოსვლა, რომელიც შემთთვის და შემთთვის ან ისე ტრივიალურ საკითხებზე და ალბათ აღმოსავლეთ ევროპელი რაღაც ადამიანებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე საუბარი საჭიროა და საჭიროა გეგმები, ხო, ამას როგორ გააკეთებს ევროკავშირი და კარგია, რომ მაგალითად 800 მილიარდის ინვესტიციის პერსპექტივა დავინახეთ, რაც ამ შემთხვევაში ევროკავშირის აი 800 მილიარდის ინვესტიციის პერსპექტივა რეალისტურია, იმიტომ რომ მე რა გამახსენდა იცი ზაზა, მე გამახსენდა 50 მილიარდი ჯერ კიდე სად იყო ტრამპი ან კანდიდატი იყო მაშინ ეს ის პერიოდია დაახლოებით 61 მილიარდზე არის სერიოზული ჯაბაასი და კონგრესი არ ამტკიცებს და იქ ჯონსონი თავისას ამბობს და უკრაინა ამბობს თავისას ითხოვს და ასე შემდეგ, მაგრამ ამასობაში პარალელურად იხილება 50 მილიარდის საკითხიც და ბოლოს ესე გადაწყდა, რომ 10 მილიარდს მისცემდნენ უკრაინას 5 წლის განმავლობაში. და ეხლა 50 მილიარდზე თუ ესეთი სერიოზული პრობლემები შექმნა ევროპამ, ან ცალკეობა სახელმწიფოებმა თლად სუსტი რომ იყო, 800 მილიარდის მობილიზება პირველი რეალისტურია თუ არა და თვითონ აი როცა სანთლგრძელო ვახსენე ევროპასთან მიმართებაში, იქნება ესეც კი ვიგულისხმე, რომ შეიძლება რაღაცას პირდებიან, მაგრამ მიიღებს კი რეალურად ევროკავშირი ერთიანი სივრცეა ამ თვალსაზრისით მინიმუმ რაღაც ორი ქვეყანა არ ჭედავს ამასთან დაკავშირებით, ხო არ ვიცი. საბოლოო ჯამში ამ ორი ქვეყნის და ეს ორი ქვეყანა ხა მაინც შენ მამაყურებელმა კი იცის თავისთავად ხადიან, მაგრამ საუბარი არის უნგრეთზე და სლოვაკეთზე. საბოლოო ჯამში მათ ამ ჭყალებში გაჭედვის რაღაცა ლიმიტები არსებობს, ხო არის რაღაცები, რის იქითაც მათაც კი არ შეუძლიათ რაღაც მანიპულაციის მოხდენ. ეხლა მათ შორის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 16-ვე სანქციების პაკეტზე ორივე სახელმწიფოს ხელმოწერა არის ამ დრომდე, მას შემდგომ რაც ომი დაიწყო, ხო? ანუ რეალურად ამ ეგრეთ წოდებულ ინსტრუმენტს აქვს რაღაც ლიმიტები, რომლის იქითაც შეიძლება უკვე კონტრდაზიანება მოგიტანოს. მათ შორის ეს 50 მილიარდი ნაწილოესი რატომაც დაიყო, ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ ამას ითხოვდა ეს ორი სახელმწიფო უნგრეთი, რომ მუდმივად რაღაც შუალედში კონდეს ასე ვთქვათ სავაჭრო და გამოვაჭრების პერსპექტივა. რაც შეეხება რეალისტურობას, მე მგონია, რომ დღეს იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ ამერიკის არჩევნების შემდეგ იმდენად შეიცვალა რეალობა და ძალიან სწრაფად იცვლება ხო რეალობა, ანუ პრინციპში ევროკავშირის გადაწყვეტილებებს თუ ავიღებთ ომის დაწყებიდან დღემდე, იმდენად სწრაფად გაუკეთებია თითქოს ის, რაზეც მაგალითად ნახევარი წლით ადრე ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელია, რომ მივხვდებით დაახლოებით ტრაექტორია რა არის. აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს და მინდა რომ მქონდეს, რომ ეს 800 მილიარდი და ზოგადად თავდაცვის ინდუსტრიაში და თავდაცვაში დიდი ინვესტიციები აუცილებლად მოხდება და ამის გარშემო სხვა გამოსავალი არ არის. მეორე მხრივ ჩვენ ვნახულობთ ინდივიდუალურ დონეზე ქვეყნები როგორ რეაგირებენ. ხო, მერცმა განაცხადა, რომ სესხის აღების სისტემაში ამსუბუქა, რადგანაც სწორედ თავდაცვაში ჩაიდოს ფული და აქაც ასობით მილიარდ ევროზე არის საუბარი. საფრანგეთი ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ მაინც კონტინენტურ ევროპაზე ყველაზე მეტად დაწინაურებული არის სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მათაც კი შარშან იმ კუთხით, რომ ბირთვული სახელმწიფო არის და მუდმივად გერმანიასავით არ ქონია, ასე ვთქვათ, ის პერიოდი, როდესაც მილიტარიზაციას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და მათაც კი შარშან მნიშვნელოვნად გაზარდეს თავდაცვის ხარჯები სწორედ 2030-მდე. ბრიტანეთი გვაქვს სამწუხაროდ ამ შემთხვევაში როგორც ევროკავშირის გარეთ ყოფი ქვეყანა, საბუდა, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ევროპა, პოლონეთი ცალსახად ამ, ასე ვთქვათ, რაღაცა ფერხულში უნდა მოვიაზროთ და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ კი არის ეს უნგრეთის მაინც ესე ვიტყვი, ლიმიტირებული შანტაჟის და რაღაცა მანიპულაციების. ჩვენ ამ შემთხვევაში მე გამახსენდა შეგიძლია თვით საქართველოს საკითხი წყდებოდა თუ გახსოვს კანდიდატის საკითხი და ხსენებული გერმანიის კანცლერისა და ორბანის ურთიერთობა, როდესაც ხელკავით მოხდა მისი გაყვანა, არ მინდა შემეშალოს ხო კანდიდატის საკითხი წყდებოდა, ან შეიძლება სხვა საკითხი იყო, მაგრამ როგორც ამბავი იყო, რომ იყო ზუსტად, აი 50 მილიარდის ამბავი იყო, რომ იმან ორბანმა დატოვა 50 მილიარდის ამბავი იყო კეთილი, კი ბატონო. მაგრამ რაც შენ თქვი ზაზა, გეთახმები აბსოლუტურად და მოყვები ლოგიკაში, მაგრამ ეს აი მე მაგალითად ყავდა ნიკოლა სტენზერი სტუბრად წინა გადაცემაში კონტექსტში გულისხმება ფორმულის გადაცემაში და
მან ის ძალიან მკვეთრი იყო, გაცილებით მკვეთრი მეთქი ასე ვიტყვი, ვიდრე შენ ხარ თუ მართლობრივად ვიქნები გაგებული, დასრულდა ამერიკა ახლობთ ასე ყვილოდა ბატონი ტენზერი, ძალიან გამოცდილი პირი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკასა და საფრანგეთისთვის ხო მნიშვნელოვანი პერსონა. დასრულდა კი იმედებიც კი ამერიკის მორჯულებისა, ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ. ანუ ტრამპთან ურთიერთობა ხომ გარდაულად აუცილებელია. მაინც რამც არ უნდა ვთქვათ, ხო შეერთებული შტატები არის ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც ინსტიტუციები მუშაობს, რომელშიც გვაქვს იმედი და არც თუ მბჟუტავი იმედი იმის თაობაზე, რომ რაღაც დააბალა დემოკრატია დაამარცხებს ტრამპიზმს, მოდი თუ გინდა ასე მოთარგმნი კითხვას მოვუყვებ, ხო? აგერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის ლიდერი ჩადიან, მაღალი ალბათობით ჩადიან ვაშინგტონში, მაღალი ალბათობით, იმიტომ თქვი, რომ არავინ არ იცის ახლა ხვალ რა მოხდება, ეს კალეიდოსკოპურად იცვლება, ხო? ხო და აი მორჯულების იმედი ტრამპისა აღარ უნდა ჰქონდეს ევროპას და მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოს ორიენტირებული. ირაკლი, მე აი ჩემი პასუხი აქ არის, მე რომ ფრანგი ექსპერტი ვიყო, შეიძლება ან საფრანგეთში ცხოვრობდა, შეიძლება ნიკოლა ტენზერივით უფრო ის ყოფილიყავი, ასე ვთქვათ, მკვეთრი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, სხვა პერსპექტივა არის და ეს თავისას შვება. მეორესწორ მე მგონია, რომ ევროპა რასაც ახლა შვება, უფრო მეტად მაკრონი და პრინციპში სტარმერიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მინიმუმ ამ ტრანზიციულ პერიოდში ამერიკის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს რეალურად თუნდაც სამხედრო კონტექსტში არის მთელი რიგი მიმართულებები, რასაც ფიზიკურად ჩემ ფულიც რომ მქონდეს, ვერ ჩაანაცვლებ ხოლდაზე. დაახლოებით ახლა მე რამდენიმე სტატია წავიკითხე, თუმცა ერთი ესეთი კონსოლიდირებული რაღაც კვლევა არც მინახავს, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ მიდიხარ აი ამ სულისკვეთების და ფინანსური რესურსების შემთხვევაშიც კი დაახლოებით 3-დან 10 წლამდე გინდა დაახლოებით 10 ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო აი რაღაცა მიმართულების საკუთარ თავზე და მაგის დროც არ არის, ხო, დროც არ აქვს ამის. ხო, არის, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას ძალიან თეორიული დაშვება რო გავაკეთოთ, მაგალითად, რომ დღეს რო დადგეს რისკი რუსეთისა და ევროპის რაღაცა ტიპის დაპირისპირების, სწორედ და ევროპა მარტო იყოს აუცილებლად დამარცხდება ან ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში აი სამხედრო ძალიან ხა პრიმიტიული და ბანალური მაგალითის მოვიყვანე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჩანაცვლება დროს საჭიროებს. მე მგონია, რომ სტრატეგია, რომელიც ევროპელებმა უნდა აირჩიონ და მგონია, რომ ეს აქვთ არჩეული არის ის, რომ მათ შეუქცევადად საკუთარი უსაფრთხოება უნდა თავიანთ ხელში აიღონ, მაგრამ მეორეს მხრივ აი ამ ტრანზიციულ პერიოდში და მით უმეტეს უკრაინაში ომი არის, ხო დღეს იქ ხალხი იღუპება და დღეს ის სოფლები იბომბება და ქალაქები აი რაღაცა ამ წუთებშიც კი სავარაუდოდ. შესაბამისად მაქსიმალურად თუ კი მოხერხდება დროებითად მაინც აი ამერიკის რაღაცა ტიპის მონაწილეობა და მნიშვნელოვანია ხო ახლა მაგალითად სადაზვერვო ინფორმაციის გაწყვეტა რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო თუნდაც აი რაღაც გავსი თანამშრომლობის რაღაცა პაკეტი რო ავიღოთ აი ამ დონეზე მაინც და არა მხოლოდ ამ დონეზე ცხადია იარაღის გაგზავნა და ასე შემდგომ ყოველ შემთხვევაში რაც უფრო მეტად დარჩება ამ მომენტში ამერიკა ევროპაში და უკრაინას ოდესაც ვამბობთ უკრაინა არის არ ვიცი ევროპა არის პირდაპირ ამას გულისხმობ და მათ შორის უკრაინის ომის მიღმაც მნიშვნელოვანია ამერიკის კონტრიბუცია ამ ტრანზიციულ პერიოდში თუმცა მის იქით უკვე მე მგონია რომ გათხოვა საკუთარ თავზე უნდა კონდეთ ცხადია თუ რაღაცა ამერიკა გააგრძელებს შემდგომში ამან სხვა ადმინისტრაციის პირობებში ჩართულობას ეს იქნება შესანიშნავი და განსაკუთრებით ეს ახლა ნატოს კონტექსტში არის ხო მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ნატოც მათ შორის არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ინერცია რომელიც ევროპამ აიღო თუ გარემოებებმა უბიძგა მგონია რომ სწორი არის შესაბამისად არის რაღაცა ახსენე კი ზაზა რაღაცა ნატო ახსენე შენ იცი რომ ერთ-ერთი მოთხოვნა ერთჯერ კიდევ როდის გააყენებული რუსეთის მიერ დენაციფიკაცია და ასე იყო ის რომ უკრაინა არ უნდა შევიდეს ნატოში საქართველოს მათ შორის საქართველოს არც თუ ბოლო პერიოდია მაგრამ ნუ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა შემდეგი ამ მოთხოვნის კიდევ ერთი ასპექტი როდესაც სიგნალები ვაშინგტონიდან მიიღო მოსკოვმა იმის თაობაზე რომ უკრაინა არ შევა ნატოში მოსკოვი გათამამდა და თქვა რომ ესო ჩემთვის საკმარისი არ არისო ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება შეცვალეთო ეხლა ეს ბუქარესტის ნატო გადაწყვეტილება შეცვალეთ ესე მარტივად განსახილველი არ არის სულ რომ მოიდომოს ტრამპმა ერთმა ქვეყანამაც კი ეხლა უკვე 32 ქვეყნიდან თუ არ ვწდები რომ გაჭედოს ხო ბუქარესტის გადაწყვეტილება ვერ იცვლება ფიზიკურად ვერ იცვლება ეხლა მე მესმის რომ ძალიან ამ ტურბულენციაში ბევრი სისტემა მოირღვა ხო სადღა არის
ნატო ვინმე რო გითხრას რაღაც ნაწილობრივ მართალი იქნება, ხო? სადღაა მეხუთე მუხლი ვინმე რო თქვას, ნაწილობრივ ხას უსვამ იქნება მართალი. მაგრამ ნატო არის კითხვის წესრიგში უკრაინისათვის ჯერაც თუ იქნება მიდის უკრაინა მაინც იქამდე რომ ორ მხრივ ურთიერთობებს ან საერთაშორისო გარანტიებზე უნდა იყოს დაფუძნებული მისი სამომავლო გადარჩენილი თუნდაც ესე ვიტყვი უკრაინის თუნდაც უსაფრთხოება. ამას რომ ამბობ საკუთარ თავს მეწინააღმდეგები, ბოდის ვიხდი კითხვა მიგრძელდება, მაგრამ შეიძლება ხო? მაშინ ვიღაცა მეტყვის რომ ბრიტანეთი შეერთებული შტატები და რუსეთი იყვნენ მისი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ფლერობის გარანტები 94 წელს თუ არ ვცდები ბუდაპეშტშიო და ისიც დაიხაო. ასე რომ აი ამაზე მელაპარაკე რა 5 წუთი. მირაკლი აქ პრინციპში შეგვიძლია ვთქვა შემდეგი რომ კი რა თქმა უნდა ეს რუსეთის აპეტიტი იზრდება და ან პრინციპში მათ ხა ჩვენ შეგვიძლია ვთქვა რომ ის ვინც რუსეთს ადევნებს თვალს რაღაცა ძალით თუ უნებურად უნებლიეთ ასე ვთქვათ მათ იციან როგორ რა არის ხო რუსეთის ესე მოქმედების მექანიზმი როგორც ერთი რუსეთში გამდიდრებული კაცი იყო და მაგრამ ხო და რა თქმა უნდა მათ აქვთ ეს რაღაცა მათ შორის პოლიტიკური სიხარბეც რომ მაქსიმალურად ბევრი ასე ვთქვათ წამოიღონ თავის მხარეს ბუდაპეშტი რა შუაშია და ბუქარესტის ჩანაწერის ამოღება არ იყო ასე ვთქვათ არალოგიკური მათი გაცხადებული მიზანია რომ უკრაინა რა თქმა უნდა ნატოსთან ახლოსშიც კი არ იყოს და აქ ჩვენ ვიცით ხო მეორე მოთხოვნაც რომ არის დემილიტარიზაცია სრული ასე ვთქვათ უკრაინის და რა თქმა უნდა მათ მესამე პუნქტით შეგვიძლია გავიხსენოთ არანაირი ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე ხო ანუ თავარ მესამე პუნქტი გვაქვს საინტერესო იმით რომ თავარ მათ შორის იმ მდგენელს ეწინააღმდეგებიან რაც ტრამპის ფორმულაში შეიძლება იყოს რაც შეეხება ახლა ამერიკის ასე ვთქვათ პერსპექტივას კი ბუქარესტის სამიტის გადახედვა სჭირდება ყველა ქვეყნის მთავრობა თუმცა მეორეს მხრივ მთავარი ქვეყანა ამერიკა თუ ასე ვთქვათ უარზეა მაშინ ნიშნავს რომ არსებობს ეს ჩანაწერი მაგრამ არის მტრაჩობილი შესაბამისად რაღაც აი შუაში ვართ ეხლა ხო გაჭედილები უსაფრთხოების და ძალიან რთული არის აქ რაღაცა ასე ვთქვათ პროგნოზის გაკეთება ერთი არსებული სიტუაციის გამო ეს ასე იყო ბაიდენის დროსაც ხო არც წინა ადმინისტრაცია იყო მათ შორის ნატოსში უკრაინის რაღაცა უახლოეს პერიოდში ინტეგრაციის მომხრე მაგრამ ტრამპის შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ვერ ხვდები რა ის შეიძლება გააკეთოს ასე ვთქვათ აი რა პროგნოზი და ძალიან დიდი შანსია რომ რა პროგნოზი რო გააკეთოს სულ მალე გახდა დასაცინი იმდენად არაპროგნოზირებადი არის ის და ზოგადად ქვეყანას, მაგრამ საბოლოო ჯამში უსაფრთხოების კუთხით მე დავეთანხმები დონალდ ტრამპის საყვარელ ევროპელ პოლიტიკოს ჯორჯა მელონის, რომელიც ამბობს ასევე საკმაოდ რადიკალური მარჯვენა ფლანგზე მოასპარეზე პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ნატო არის საუკეთესო გარანტორი უკრაინის უსაფრთხოების. აქ მივდივართ იქამდე, რომ თუ კი არ ხერხდება ნატო, რა შეიძლება იყოს ეს, რა შეიძლება იყოს არ არის დღეს რეალურად პასუხი ხო ანუ ჯერჯერობით ვერ გავიგეთ ამერიკა რა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებზე არის მზად ევროპელები გასაგებია და ისინი მზად არიან მათ შორის სამხედროების განთავსებაზე ისინი მზად არიან იარაღის გადაცემაზე და ასე შემდგომ ჩვენ არ ვიცით ტრამპი რას აპირებს თუმცა ცოტა გრძელვადიან პერიოდში აი როცა კი უკრაინა გადარჩება და მე მჯერა ამისი რომ უკრაინა იმაზე კარგად დაამთავრებს ამის ვიდრე ბევრს ნამწუხაროდ მათ შორის საქართველოში ვიღაცები რომ ამბობენ რომ უკრაინის დამარცხება ჩვენი გამარჯვებაა აი მაგ ხალხს რო ეწყინება ეგრე დაამთავრებს მათ შორის ამის ამის იმედი მაქვს უკეთესი შედეგებით მაგრამ საბოლოო ჯამში მეორეს რო ჩვენ ნახეთ რომ ევროპა არის კონსოლიდირებული თითქმის ყველა ევროპაში მზად არის უკრაინას მათზე რო იყოს დამოკიდებული ნატოს კანდიდატობა მიანიჭოს შესაბამისად ოდნავ გრძელვადიან პერსპექტივაში და თუ კი მოხდება მათ შორის ამერიკაშიც ადმინისტრაციის შეცვლა ხო თუნდაც 4 წელიწადში და ეს წლებიც ანუ არც თუ ისე ნელა გადის ხო საკმაოდ სწრაფად საბოლოო ჯამში ანუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო უკრაინისთვის მკვდარი მე არ მგონია თუმცა ეს ახლა არის ძალიან იმპროვიზაციას ვახდენ და რა თქმა უნდა შეიძლება აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავიდეს ყველაფერი აქედან გამომდინარე უსაფრთხოების გარანტია მე რასაც ვკითხულობ და რასაც უსმენ პრინციპში რაიმე ისეთი ჩარჩო რაზეც ჩვენ შეგვიძლია დღეს დავეყრდნოთ და ვიფიქროთ ვაი სავარაუდოდ ამას დააშენდება რაღაც შემდგომი პერიოდის მოლაპარაკებები ან ზოგადად ურთიერთობა ასეც ვერ ვხედავ იმიტომ რომ გაურკვეველი ამ შემთხვევაში ამერიკის ფუნქცია რა შეიძლება იყოს გარდა რა თქმა უნდა ამ მინერალების შეთანხმებისა რომელიც დავესესხები კირშტარმერს და ეს რა თქმა უნდა ძალიან შორს არის იმისგან რომ საკმარისი დაუძახო აქედან გამომდინარე რაღაცა მართლაც ტურბულენტური პერიოდია და ცოტა და ერთი კითხვას და აი პრინციპში ორი კითხვა და ერთ-ერთი არის ესეთი
კი ამბობს შეერთებული შტატების ლიდერი, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებას უნდა მიხედოსო. მეორე მხრივ დამატებით იმას ამბობს, რომ სწორედ ევროპამ უნდა აიღოს უკრაინის დაცვის ლიდერობა, მათ შორის სამშვიდობო ჯარის უკრაინაში ჩაყენების თვალსაზრისით. ქართულად ამიცი ეს როგორ არის სიტყვა სიმართლე გითხრა, რუსულად არის ხაწილკა. ანუ მინდა რა, რაღაცა მინდა. ხო, ყინობით ფორმაში ეს მინდა. ეს მე ყოველ შემთხვევაში ასე უყურებ, არის უფრო მინდა რომ ესე მოხდეს. მე მესმის რომ ის ელაპარაკა უშუალოდ პუტინს და მესმის რომ ერიადში იყო შეხვედრა და მესმის რომ გარკვეული კონტაქტები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არის, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი დაფუძნებულია მინდაზე. იმიტომ რომ ძალიან ნათლად თქვა მოსკოვმა მინიმუმ 2-დან. პირველი რომ მე მინდა ყველა იმ ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა, მათ შორის იგულისხმება პირველ ყოვლისა ზაპოროჟიე და ხერსონი, რომელსაც ბოლომდე ვერც მაკონტროლებ, ეს ერთი. და მეორე, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ნათლად ითქვა მოსკოვიდან, რომ არავით არის გერმანელ, ბრიტანელ, ფრანგი და ირლანდიელი სამშვიდობოები აქ არ დავინახოთ. თუ ვინმე უნდა ჩადგეს, მაინც და მაინც, უნდა იყოს ბრაზილიელი და ბელარუსი. ხო, ესე ვიტყვი. არის თუ არა ეს ის მინიმუმ ორი საკითხი თუ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ შეთანხმდებიან ალბათ, მაინც ესე მხარეებში გულისხმობს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს. თუმცა უკრაინის განაში ვინ უნდა შეთანხმდეს საერთოდ არ მესმის. და რაღაცა ვერ შეთანხმდებიან, შესაბამისად ტრამპის ეს ხაწელკა, ანუ სურვილუკა, იმის თაობაზე რომ მე მინდა მშვიდობა, კარგია ვიროხერი, ხო? განიცდის ფიასკოს. ხო, ანუ ზოგადად ცოტა სხვა კუთხიდან შევხედოთ აი 2 წუთით და ისე, მათ შორის ზელენსკის კრიტიკა რაც იყო ოვალურ კაბინეტში მუხთარ ამბავზე იყო ის, რომ იგი ყველაფერზე უნდა წასულიყო და კი ეთქვა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რუსეთი ჩაშლიდა ამ რაღაცა შეთანხმების ცდილობას, იმიტომ რომ მათი სურვილი მშვიდობა არ არის. არის ის, რომ ხერსონიც აიღონ ზაპოროჟიეს და რომ მიუშვა კიევსაც წავიდნენ. ის შენ სწორი სიტყვა იხმარა იქიდან გაგებით, რომ ტრამპს რეალურად აქვს რაღაცა სურათი დახატული, მე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას ძალიან ბასრო ნათქვამად მოიჩვენოს, მაგრამ ჩემთვის გონია, რომ ტრამპის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს და მეორე ხარისხოვანია რა ტიპის შეთანხმება იქნება, ეს ცხადია რაღაცა ზომები და კალკულაციები არის ხო, მაგრამ აი ეს საზღვრები არ არის, ასე ვთქვათ, ისეთი რა, ძალიან დაშორებული რაღაც კარგს და ძალიან ცუდ შორის, ანუ მე მგონია, რომ აქ არ ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპის და ევროპელების, თუნდაც ან ტრამპის და უკრაინელების მოსაზრებები არის მსგავსი ამ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, მე რა თქმა უნდა, რუსეთს გაცხადებულია ეს და მას რა თქმა უნდა არ უნდა, არც ფრანგი უნდა იმასთან, რა ქვია, დონბასთან რო ახლოს დაინახოს, არც გერმანელი ხომ მით უმეტეს არ უნდა და არც ბრიტანელი და არც ავსტრალიელებს მათაც გამოთქვეს, ასე ვთქვათ, ეს იმ გერმანელებზე იმიტომ თქვი, რომ ვინმე არა, გესახმება, ლოგიკა დავიჭირი, რაც თავარია. კი, არა, სალავიოვის და მთელი ამ გადაცემების იმაში, ესე იგი, მერცმა რაც გამოაცხადა, რომ 500 მილიარდი შეიძლება თავდაცვაში ჩავდოთო, მთელი ამოიღეს, არ ვიცი რა. ამის მაინკამფი წაიკითხონ პირდაპირ ეთერში და აი ეს რეაქციაც ის არის რა, ამაზე მეტყველებს და უბრალოდ მე რა მეშენია, ისე მეშენია, იცი რომ არ ვიცი რა არის ის ქვედა ზღვარი, რისიქითაც ტრამპი არ დათმობს რაღაცას, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ, ტრამპის ამ პოლიტიკას ხშირად ადარებენ ნიქსონის ამ მედმენის პოლიტიკას, რომელიც არის ცოტა გიჟის პოლიტიკა, ანუ ადამიანი, რომელიც თავზე ხმარებულია და ყველაფერზე არის წამსვლელი. უბრალოდ ნიქსონის შემთხვევაში ეს ხდებოდა ვიეტნამელების წინააღმდეგ. ეს არ ხდებოდა საკუთარი მოკავშირეების წინააღმდეგ. და მე რასაც უყურებ, ეს თავზე ხელაღებულის პოზიცია ტრამპს აქვს საკუთარი მოკავშირეების წინააღმდეგ. იმიტომ რომ ევროკავშირმა არ იცის სადამდე არის ტრამპი წამსვლელი, უკრაინელებმა არ იციან, პირველ ვადაში ჩვენ გავსვას რომ სამხრეთ კორეელებმა არ იცოდნენ და ზოგადად აი ეს რაღაცა უცნაური პოლიტიკა მე თუმცა ტრამპი ხანდახანზე ხშირად ხო ცვლის მაინც პოზიცია პოლიტიკას, პოზიციას, რიტორიკას. აი რაც სახიფათო არის. სახიფათოა ეს გასაგებია, კი, მაგრამ ხო ცვლის აბალანსებს. კი, კაცო, ადამიანურ დონეზე შეგვიძლია ვთქვათ იმას. ტედ კრუზი არის სენატორი, რომელსაც უთხრა, რომ მამაშენი ჯონ კენედის კვლევობაში გადისო და მე უთხრა, რომ
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სენატორი ხარ. ანუ ძალიან არ ვიცი, რეალურად ძალიან ეს პერსონალური არის, მის აღქმებზე არის დამოკიდებული, ცვლის ამას. მე თუ რამის იმედი მაქვს ამ ძალიან უიმედო პერიოდში არის ის, რომ ისევ რუსების გამო ჩავარდება ეს შეთანხმება და შემდგომ მოუწევს მას აი ამ თავის სურვილზე მეტად მოუწევს რაღაცა აი ამ ლოგიკურ ჩარჩოში დაბრუნება, რაშიც ჩვენ ვისურვებდით ზოგადად ქართველებიც, უკრაინელებიც და ევროპელებიც, რომ იგი თავიდანვე ყოფილიყო, იმიტომ რომ ეხლა ძალიან გაურკვეველი არის მისი ეს ორიენტირი რა არის საბოლოო ჯამში. შეიძლება თუ არა, ესე თქვი, ესეთი სინტაქსი ესეთი იყო. მე თუ რამის იმედი მაქვს, რომ ისევ რუსეთისგან თუ რუსებისგან თუ ჩავარდება. ზაგლის ნიშნიანი წინადადების წარმოთქმა შეიძლება რუსებისგან ჩავარდება ეს შეთანხმება მაღალი ალბათობით. კი, შეიძლება, ბატონაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს რუსული ეს ცოტა ისეთი ზოგადი ფილოსოფიური პასუხი გამოდის, მაგრამ ეს იმპერიალისტური, ასე ვთქვათ, ეს მოუთოპავი ჟინი, რომ ყველაფერი მათ უნდათ საბოლოო ჯამში და უნდათ კიევი უნდათ და საერთოდ უნდა დაევა იმას, როცა ვამბობთ, ახლა კი არ არის სამწუხარო დღის წესრიგში, მაგრამ ომამდე განცხადება რო გააკეთეს, იქ უკრაინასთან ერთად საქართველოც იყო, ხო, რომელსაც საერთოდ უნდა დაევიწყებინა და რკინის პარტიის აქეთ მხარეს უნდა ყოფილიყო. ანუ საბოლოო ჯამში ის რეალურად შეთანხმება როცა დგება, ეხლა მიდის მთლიანად წნეხი უკრაინაზე და არ ვიცით როგორც მინიმუმ რა ხდება რუსეთის მიმართ. ხო, თანაბრად აი, როდესაც ამბობენ რომ ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, ჯერ მე ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ვერ გავიგე რუსეთი რას თმობს. თუ კი მიდგება აი ამ სამხედროების ჩაყენებას და სხვა საკითხებზე, მე მგონია რომ რუსეთი ამას არ დათმობს. ანუ რუსეთი იმასაც გაცხადებული აქვს რომ ბრიტანელი ჯარისკაცები და გერმანელები არ დადგებიან უკრაინაში და ეს მათთვის კოშმარი იქნება რეალურად. არა, გერმანელები ძალიან მნიშვნელოვანი რეპლიკა იყო, ხო, ჩანართი იყო შერის სახით, იმიტომ რომ სალავიოვი ალბათ პირდაპირ მნიშვნელობით და არა მარტო სალავიოვი იყო, ხო, იქ რო ჩადგეს, არ ვიცი, ვარი დავასახელოთ რაღაც რომელიმე ფაშისტის ისა, ხო, რომ დაინახონ გებელსი შთამომავალი იქ, ანუ გებელსი პირდაპირ შთამომავალი რომ არ იყოს, მაგრამ ვიტყვიათ რომ ეხა ის რაღაც შთამომავალია. ხო, მაგალითად, სადაც ზელენსკი ფაშისტი არის, აი გებელსი ისეთი გვარია, მიულერი მაგალითად, ხო, ესეთი ისა, ხო, აი ფერმურცელი ყავს გერმანიის ნაკრებს 17 იმის შემდეგ და ეხლა ერთი რომელიმე ჯარისკაციც ეყოლება, ხო. ერთი მიულერი მსახურობს, მე დარწმუნებული ვარ, სადმე შორია. ხო, სადმე ერთი მიულერი იქნება და ეხლა დაინახოს რაღაც ნამას ის უკრაინის ტერიტორიაზე, ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ნუ ფაქტით გარდაიცვლება ნახევარი მოსკოვი თუ კრემლი რა. საზა აბაშიძე იყო ჩემს თუმარი, ძალიან დიდი მადლობა საზა, წარმატებას გამარჯვებას გისურვებ. მადლობა.